შეერთებული შტატების უმკაცრესი პასუხი საქართველოს არაფორმალურ მმართველს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა საგარეო კურსის ცვლილებისა და რუსეთთან კავშირების გამო ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად ივანიშვილის ქონება და აქტივები, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა, გაიყინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლიგარქი დასანქცირებულია. რა პოლიტიკური შეფასებები მოყვა რეპრესიული რეჟიმისთვის გამანადგურებელ გადაწყვეტილებას ნინი ბალანჩივაძე გაგვაცნობს ამას პირდაპირ ეთერში გისმენთ ნინი. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ეს არის ფაქტობრივად განაჩენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ეს არის განცხადებები, პირველი განცხადებები, რომელიც დღეს კეთდება ოპოზიციურ პარტიებში. ოპოზიციაში აცხადებენ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ცივილური სამყარო დგას ქართველი ხალხის გვერდით, დემოკრატიული პროცესების გვერდით და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დასანქცირებასთან დაკავშირებით და ეს სანქციები არის საკმაოდ მძიმე. განკარგულება 14.024 ამ განკარგულებით სანქცირდებიან სწორედ ის პირები, რომლებიც ატარებენ ღიად კრემლის ინტერესებს და არიან კრემლის პროპაგანდისტები და ორი მთავარი და მნიშვნელოვანი მიზეზი იყო, რის გამოც მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადაწყვეტილება ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. პირველი ეს არის თანამშრომლობა რუსეთთან, კრემლის ინტერესების გატარება საქართველოში და მეორე ეს არის დემოკრატიისთვის და დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა. ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზე, რომ არც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ცხადია არ შეიცვლება ის პოზიციები, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინაიდან ჩვენ უკვე ვხედავთ ტრამპის адმინისტრაციის წევრების, მაგალითად ჯო უილსონის პირდაპირ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ უკვე უნდა ვნახოთ მომდევნო ადმინისტრაციის პირობებში. შესაბამისად, მოლოდინი არსებობს ცხადია იმისა და ოპოზიციონერები პირდაპირ საუბრობენ, რომ ეს სანქციები იქნება განგრძობათი. ამ სანქციებს ასევე ამოქმედებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, ვინაიდან ყველა ძალიან კარგად იაზრებს, რა საფრთხის წინაშე არის ახლა ქვეყანა და რა საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ეს სანქციები კი გულისხმობს იმას, რომ მას საერთოდ გაეყინება აქტივები, გაეყინება ქონება, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ კომპანიებში ასევე, სადაც ის ფლობს 50 ან მეტ პროცენტიან წილს და ის ასევე ვერ ისარგებლებს ტრანზაქციებით, ბანკების მეშვეობით და ეს სანქციები ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ უნდა აღასრულოს ყველა ბანკმა, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები ცხადია გავრცელდება ბანკებზეც. როგორც წესი ამერიკა იწყებს ხოლმე და შემდეგ ყოფიან ხოლმე სხვა ქვეყნები, ან ბრიტანეთი იწყებს ხოლმე და შემდეგ მიყვებიან ხოლმე სხვა ქვეყნები, მაგრამ ამ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს სხვა ტიპის სანქციები არის უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, არის უკრაინიდან, არის ბრიტანეთიდან, ამერიკიდანაც დიდი ხანია იყო დაწყებული. ნებისმიერ შემთხვევაში ეს სანქციები გაგრძელდება, მათ შორის ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სხვა ქვეყნები ამ სანქციების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. საკმაოდ ძიმე სანქციებია, თვითონ ის executive order როგორ არის აღმასრულებელი ბრძანება პრეზიდენტის, რომლის ქვეშაც მოხდა შემთხვევაში ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის აგენტებს. სერიოზული რისკის ქვეშ არის მისი ყველა აქტივი, რომელიც მის სახელზე არის და ერთი ნაბიჯიც არ არის. მესამედი ნაბიჯი აქვს დარჩენილი იქამდე, რომ ყველაფერს შეეხონ საერთოდ, რასაც მისი ოჯახის წევრები ან თვითონ ფლობს, ან მისი კომპანიები ფლობენ. სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დაუწესა ივანიშვილის, გულისხმობს სრულ ფინანსურ სანქციებს და სანქცირდა არა მხოლოდ მისი ქონება და აქტივები ამერიკაში, არამედ მას არ ექნება ქონებით და ნებისმიერი ტიპის აქტივით სარგებლობის ან გაყიდვის შესაძლებლობა ლეგალურად ბაზარზე. მას არ ექნება ბანკებით არც ერთი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა და მეტიც ოფაკის სანქციებს აქვს ეგრეთ წოდებული მეორადი ეფექტი და იურისდიქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც შევა ნებისმიერ ფინანსურ ურთიერთობაში ივანიშვილთან, თავად შესაძლოა გახდეს სანქციების სამიზნე, ამიტომ ნებისმიერი ბანკი, კომერციული ბანკი ან თუნდაც ეროვნული ბანკი თუ დაეხმარება ივანიშვილს სანქციებისთვის თავის არიდებაში, თავად ეს ბანკები გახდებიან სანქციების სამიზნე, რაც ჩამოანგრევს ქართულ საბანკო სისტემას და ეკონომიკას და იმედი მაქვს, რომ ბანკები ამ უდიდეს რისკზე არ წავლენ. რაც შეეხება ევროკავშირს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირიც ანალოგიური ტიპის სანქციებს დაუწესებს ივანიშვილს ამერიკული ფინანსური სანქციების შემდეგ.
ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით სასტუმრო რუმსთან, სადაც წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა ევროპარლამენტარებთან და ცხადია მთავარი საკითხი იქნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ის არალეგიტიმური პროცესები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. აქ იმყოფება მათ შორის სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ბატონ გიორგი, რომ დავიწყოთ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, დასანქცირებული არის ოლიგარქი ივანიშვილი, მას შეეხო ფინანსური სანქციები. ამის შემდგომ ნახავთ თუ არა სხვა ქვეყნების მხრიდან მსგავს გადაწყვეტილებებს? პირველი მოდი შევაფასოთ ეს რას ნიშნავს. ქაოსის და არეულობის მომტანი ივანიშვილი, რომელმაც მართლა აურია ეს ქვეყანა ბოლომდე, დასანქცირებულია, მაგრამ რის გამო? რუსული ინტერესების, რუსეთთან თანამშრომლობის გამო. ანუ ქართული ოცნება, ეს პოლიტიკური დაჯგუფება არის რუსული ინტერესების გამტარებელი. ამიტომ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე, უპრეცედენტოა საქართველოსთვის ასეთი გადაწყვეტილება. დიდი ხანი იყო ამაზე საუბარი. ის ხო არის, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის ნების გამყალბებელი რა ეს კაცი და მიიღო მან ეხა სანქციები ამერიკის მხრიდან. თუმცა ეს არ არის საბოლოო ნაბიჯი. კიდევ მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მკაცრი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს ჯო უილსონის განცხადებაშიც ვნახეთ, რომ ამას გაგრძელება შეიძლება გქონდეს, თუ დროულად კიდე გონს არ მოეგება ეს ადამიანი. ოჯახის წევრები, უფრო ფართოწრე, მის გარშემო ადამიანების პარტნიორები, ასე შემდეგ, ეს არ გაჩერდება. ჩვენ იგივე ვთქვით, როცა დაასანქცირეს გომელაური, ხო? ეს იყო მისთვის გზავნილი, რომ ძალიან მიუახლოვდნენ. ეხლა საზოგადოებას მინდა უთხრა, აი ეს არის ხალხო, სწორედ იმ პროტესტის შედეგი, რომელიც ამდენი დღეა გრძელდება საქართველოში. როცა ვამბობთ, რომ რა შედეგზე გავდივართ, რა ხდება, აი ეს არის შედეგი. შედეგია, რომ ქართულ ხალხის ბრძოლას ხედავს მთელი მსოფლიო. ეხლა შობა ახალი წლის დროს, რომ ევროპარლამენტარები აქ არიან ჩამოსულები, რატო არ უნდათ მათ თავის ოჯახებთან ერთად დარჩნენ, რა ვიცი, იყვნენ, აღნიშნონ შობაც და ახალი წელს, მაგრამ ჩამოდიან აქ, იმიტომ რომ ამ ჩვენ ბრძოლას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა მსოფლიოში და ეს მაძლევს რწმენას, რომ ჩვენ ძალიან მალე გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება საქართველოს მართავდეს რუსული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური დაჯგუფება, სანქცირებული უკვე დღეიდან ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ქაოსი, უბედურება, არეულობა წაკიდა, კაცი ადამიანს წაკიდა, რა თემები მოაქვს, სიყალბეებში აცხოვრებს თელ ქვეყანას, ხო? და ერთ-ერთი რაზეც გას არის ყალბი პროპაგანდა. ამიტომ ერთიანობა პროტესტი დღეს 3 საათზე ძალიან ბევრი უნდა ვიყო ჯაჭვში, რომ მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაინახოს, რომ სანქციები ესე კი არ არის, რომ თქვათ მარტო ტელევიზიით, არამედ მთელი საქართველო ეხმაურება ამას და ხედავს ამერიკის მხარდაჭერას ჩვენთვის. იანვარში ველოდებით უკვე მეგობარი აქტის განხილვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ ორი კომპონენტია, როგორც სანქციები საზოგადოებამ როიცოდეს, ასევე უბისო მიმოსვლა ამერიკასთან, ეკონომიკური თანამშრომლობა, ინვესტიციები, ასე რომ ძალიან დიდი პროცესი გვაქვს წინ და ერთიანობით ჩვენ აუცილებლად გამარჯვებას მივაღწევთ. ძალა ერთობაშია. გიორგი ვაშაძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, თქვენ მოისმინეთ ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები, განწყობები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ საქართველოში ქართველი ხალხის პროტესტმა გამოიწვია ის და იმან, რომ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს ხედავთ ჩვენ ყოველდღიურად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. მანამდე კი ჩვენ ვნახეთ სანქციების სერია, როგორც ბალტიის ქვეყნებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მაღალჩინოსნების დასანქცირება ვნახეთ იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. ამ წუთებში, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვიმყოფებით სასტუმრო რუმში, სადაც უკვე წუთი-წუთზე დაიწყება შეხვედრა ევროპარლამენტარებთან. საქართველოში ვიზიტით არიან დაინიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკევიჩი, პოლონელი ევროპარლამენტიდან. იქნება საუბარი სანქცირებასთან დაკავშირებით, იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რასაც უნდა ველოდოთ ჩვენ ევროკავშირის მხრიდან და ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯები იქნება მათ შორის და შეეხება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და ასევე საუბარი იქნება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, როდესაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გეგმავს, რომ დაამტკიცოს არალეგიტიმური ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი.